რიცხვი 93-ის ნიშნულობა პირველში და მე განვიხილოთ თუ რატო 22-ში მაინც და მე რატო კვირას ოდის იყო ჩვენ რომ მარხავდით ხო მაგრამ ეხლა დამანებით ავიღო მაგრამ მე 22-იც მე აგის ამის შემდეგ ჯერ ნახოთ 93 და რატო მაინც 93 Walt Disney შემოკარგებო ასევე გახდათ იმ დროს რა თქმა უნდა დიდი მასონი რომელიც იყო ჟაკ დე მალეს ორდენის წარმომადგენელი მისი ბარი დღესაც არსებობს დისნეილენდში რომელიც არის დახურული კლუბი სადაც არის დიდი რიგები და დააკვირდით აგერაც 33 ესეც ერთ-ერთი მათი ასე ვთქვათ დიდი რანგის ასე ვთქვათ სიმბოლო არის გამიგეთ და რიგები აქვს და ძალიან ძვირი ხეს კატასტროფულად ასტრონომიული თანხმი. მე ხა უბრალოდ ეს რატო განახეთ, იმიტომ რომ ამ ციფრებს ამ რიცხვებს სიმბოლებია ამათ, სიმბოლოები გამიგეთ, ამით იმართებიან და ამით მუშაობს მათი პროგრამა. გესმით? ეს მე 33, იმიტომ განახეთ რომ 39-ზე მალე გადავარდა. უბრალოდ განახოთ ნიმუში. გესმით? ამაზე რომ გადაღებული მაგრამ რამდენი ფილმი ვიცის მყიდებაში და ხმალის სიმართლეში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მერი პოპინსი დაწერილია პამელა ტრევერსის ავტორობით. მაგრამ არ ვიცით ის თუ ვინ იყო თავად პამელა ტრევერსი და ვის თანაავტორობით, ოღონდ მალულად რა თქმა უნდა და ვისი კარნახით დაიწერა მთელი ეს ასე ვთქვათ ჩვენ საბავშვო სამხიარულო თითქოს მოთხრობა თუ ზღაპარი. ეს იდუმალი პიროვნება გახდათ ელისტერ კროული. ელისტერ კროული და პამელა ტრევერსი ორთავე გახდნენ სატანისტები, მაგრამ ელისტერ კროული იყო ნამეტნავად დიდი სატანისტი შედარებით ტრევერსთან. ესე იგი, რა შეასაქმე? ფილმში, რომელიც გადაღებულია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მერი პოპინსი, ეს გადაიღო რეჟისორი გახდათ ქართველი ვოლოდიმირ კვინიხაძე, თუ არ ვცდები, იქ არის ერთი მომენტი, სპეციალურად ჩადებული. აი, ნახოთ ახლა ეს მომენტი, სადაც მერი პოპინსი ცეკვავს თითქოს რაღაც მაღაზიის წინ, რომლის ნომერი გახდათ 93. Лечит лучше, чем микстуры. И легко без затей лучше разных врачей всех людей спасает. Летом и зимой лишь улыбкой одной. ელისტერ კროული გახდა დიდი რანგის მასონი, სატანისტი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა მასონებისაგან, იმით რომ მან თვითონ შექმნა რელიგია, რომელსაც ერქვა თელემა. და თუ რატო 93, ამასაც მოკლედ მოჭრი, ეს დაფუძნებულია იმ თეორიაზე, რომ მან ჩამოაყალიბა ასეთი მიდგომა თავის რელიგიაში, რომ თავარი არის ადამიანისათვის ნებელობა. ანუ აკეთე ის, რაც გინდა. ეს არის მთავარი ლოზუნგი. ანუ ნებელობაზეა დამოკიდებული გამიგეთ და ეს ბერძნულად სიტყვა ნება ჯამში არის 93 და სიყვარულიც, ანუ აგაპაც არის 93. გესმით რა შეასახმე საქმე? ამიტომ თვითონ ამ რადონის რანგის მასონი სატანისტი გახდათ, ეს თქვენ შეიძლება დაგუგლოთ და ყველგან მოიკვლიოთ ამის შესახებ ვინაიდან რო არ გამიგრძელდეს აქ სასაუბრო თემა. და 93 კიდე ისინი ხმარობდნენ ამას როგორც შტამპი, როგორც სიმბოლო ორდენებსა და სიგელების დროს, აი 93-ს ესე იგი ასე აკრავდნენ, ან როგორც ბეჭედი ისე ასვამდნენ და ისე აძლევდნენ ამ ორდენებსა და სიგელებს ერთმანეთში რა. აჰა. გესმით, ეს არ არის შემოკარგებო ვიღაცა რიგითი ელისტერ კროული, სატანისტი. რიგითი არის. სერიოზული სატანისტი, სერიოზული პიროვნება იყო. ამაზე მე მხილებაში რამდენი მოგიყევი, როგორც ამოჭრილი მაქვს ეს ფრაგმენტი, კონკრეტულად ეს კონტექსტი, იმიტომ გეუბნებით, გამიგეთ. მაგრამ ნახეთ როგორ არის, სადაც 93 იქ 39-იც კიდე. ანუ ესე ვარირებას უკეთებენ. ამას მნიშვნელობა აქვს ყველაფერს. რატომ? და გეთ განახებთ ახლა, მაგრამ ეს ვინაიდან იყო დიდი მასონი. ილია, გურია
იყო დიდი მასონი, ანუ მასტერს ეძახიან მას. გახსოვდეთ ხო იმას რა ქვია, ყობახიძეს რომ წამოსდა ბიძინა ივანიშვილს ის დიდი გროსმეისტერი არისო. გახსოვთ? აი შარშანი იყო დიდი ხანი არ არის. დიდი გროსმეისტერი არისო. დიდი გროსმეისტერს უძახიან სწორედ ისინი. იქ. და ეს გროსმეისტერი იყო ილიაც. დიდი მოთამაშე, სერიოზული მოთამაშე. რა გონია და ვითომ პატრიარქი და ლოცულობდა და რაღაცა და ვითომ რაღაცა გაკეთდა. ეს იყო დიდი გროსმეისტერი. ამიტომ დიდი გროსმეისტერები უნდა დაიმარხონ და უნდა გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც მათ პროგრამაში წერია. ანუ მათი სიმბოლიზაცია უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად. და მოდით ახლა ნახოთ ეს შემოკარგებო. ამათ ხედავთ? ეს არის საპატრიარქოს სინოდი. და მე რა, ხო? რამდენი არიან იცით? 39. დია. არც 40. რა უნდა კაცო, ერთი კაცი დაემატებინა, სული იქნებოდა 40. არ შეიძლება. არ შეიძლება, შემოგარგო, იმიტომ მათი პროგრამა ასეა გაწერილი. იქ მიდის როგორ? აი მათემატიკურად ეს ასე უნდა მოხდეს, ის ასე უნდა მოხდეს. ილია რო გახდება 93, მასში უნდა ჩასაბაგდეს მიწაში. რატომ? იმიტომ რომ ეს ასე თხოვნის მათი სისტემა. და შენ კიდევ აი ამ სინოდში არ უნდა ყავდეს 40 კაცი, 127 და 28, უნდა ყავდეს 39 მაინც და მაინც. 93 მაღლა არის, 39 ქვემოთ არის. ეხლა ნუ დეტალიზაციაზე უნდა დამიტო. კიდევ თუ ვინმეს კიდე თუ დარჩება თენი, მაგრამ ისინი ამას არ უყურებენ, ხო ვიცი, რა ამთხოვი ამას არ უყურებენ. მაგრამ თქვენ გეუბნებით რომ იარაღი გქონდეთ, იარაღი. თავში როგორ ახმოვთ ამ ამთხოვებს. ეხლა მოდით ნახოთ ჩვენ ეს. ესეც არ გახსოვთ, ხო? იერუსალიმის პატრიარქთან რომელია რო დააჯილდოს, რითი დააჯილდოს, როგორ ფიქრობთ? რითი დააჯილდოს? აჯილდები მისცა რა? ნახეთ. ეს რა არის? ეს ციფრები რო უკეთია და ამან და ჯილდები და ისინი რო უკეთია, რა არის ეს? ეს ორი. ამან რუსეთი გაყიდა, ამან საქართველო გაყიდა. ვისი დავალებები? ურია მასონების მეშვეობით. ხოასია. ისიც ურია იყო, ესეც ურია იყო. სერიოზულად მესამე ურია ეგერს კიდე. ეს იცანით ხო? იცანით ხო? აგენტი. აი ნახსავად. აგენტი. შემოგვიძეს მჩეველი რო იყო. აგერ ბატონო. ეს მაინც იცით ვინ არის? ეს არის ბჟეზინსკი, დედააფეთქებული, რომელმაც დააწერა რამ ახალგაზრდა რო იყო მაშინ. ესე იგი, სპეციალურად პროგრამა აქვს ჩამოწერილი. და მიგედა ამ იდეოლოგიით მუშაობს მთელი ამათი მახინა. ანუ ამათი გეგმა არის რუსეთის დაღუპვა, განადგურება და მართლმადიდებლობის განადგურება. გესმით ახლა რუსეთი ვიღაცას გზა ჟუანტები ყوارგაგაჟრიალა თავს. რუსეთი და მართლმადიდებლობა, ასე უწერიათ ამათ. არ წაგიკითხავთ? გუგლში არის ეს ყველაფერი და YouTube-ში კიდე გაქვთ. რამდენჯერ განახეთ მე ისედაც, ხო? და გინდა თუ არ გინდა მართლმადიდებლობა ჩვენს ვზივართ უკვე ავტომატურად. ეს ის კაცია, რომელთანაც პატა ბურჭულაძე კიდე რო ჩავიდა. არჩევნების წინ ის რომ მოვიდა ერთმანეთს და ისინი მეორე დღეს პრეზიდენტობა რომ მოვიდა არჩევნებში. ამასთან მივიდა ჯერ იყო ზურაბწერეთთან და ზურაბწერეთიდან მე ამერიკაში ამასთან ჩაფრიდა. ამან იქ დააპროგრამა რაღაც ჩამოვიდა და მოუნდა ის რა ქვია პრეზიდენტობა. ეს არის თახსირზე თახსირიურია მე ამისი. ეს არის მართლმადიდებლობის მტერი. და აგერა ჩარგვიანი რაღაცას კაცი რო იგონა ნორმალური. აგერ ბატონო, ეს იყო მისი მჩეველი, უცებ დანიშნა სხვათა შორის ამან. რა უგიდია? ედავკიდე ეს? ამას რა უგიდია? დაეგენი არიან. მოკლედ ეს ვიდეო როდესაც არ მახსოვს რომელი მხილება არის. გამოვჭერი ხა კიდე ეს და მოდით კიდევ ერთხელ გადავიმეორე თავში რა ვთქვი. და მე ჩვენ ერთად ნახოთ. თუ ვინ შეგვიქმნა ჩვენ ბიბლია, ვის დაბრესტილ ბიბლიას, რა გერბი არის შიგნით, რა ხატია თავად ბიბლიაში და ვის ემონება ეს ბიბლია და ვის მემონებით ჩვენ კიდე ავტომატურად.
მოდი დავანახოთ ახლა ეს ყველაფერი. ვიწყებთ კარგახნის შეპირებულ ფილმ ხილების ჩვენებას. ბოლო 30 წელიწადი საქართველოსათვის და ქართველობისათვის კიდევ სადმე ხო არ მოგიყვართ თვალი სიმბოლო წითელ ფარზე? აბა ეს რაღა არის? ეს რაღა მეგობრებო? ეს რა არის? ეს კიდევ საპატრიოტო საეკლესიო მაღაზია ალილოს გერბიღა. როთშილდი. საქართველოს საპატრიოტოს სრულ ფორმატში. ეს ქართული გუმბათია? ეს არის ქართული გუმბათები. ეს რა არის მაშინ? ვინ არის ეს? იერუსალიმის. თუკეთი ბატონო. ყველა აქ არის. ინებეთ. ურია. ვისთვისაც იბრძვიან. რამწარია დაღრეჯილობა, ხო? ხედავთ სადა ვართ? ეხლა ეს ზოგიერთი ამას ეხლა გებულის, ვინც თავიდან ვანახეს 2 წლის და 3 წლის შეტან კიდე, მაგათ მან კი ნახეს, მაგრამ მე იმდენი ზომბირება წამოვიდა იმათად დაავიწყდათ ეს. გესმით? ვინც დაიჭერა და კიდე რაღაცა, კიდე მოვიდა დღემდე სასალამათი აზროვნებით, მაგრამ სადაც გაიხედავთ, მე რამდენი დოკუმენტი განაყრე ხა აი ამ ნაკრებში, ხო? ეს იყო ურია. დიდი მასონი, დიდი გროსმეისტერი, სერიოზული გროსმეისტერი. დიდი მზაყვარი, იგივე კაიაფა. ეს არ ჩანს. მაგრამ ესე წაკითხავს. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, არ გაიჩინო ჩემს გარდა სხვა ღმერთები. გამოშვაში წერია მეერთე თავიეს. ხომასია არ გაიჩინო სხვა ჩემს გარდაო. ხო გვეუბნებიან კაცო. 2000 წელი ახლა წერია, ვისაც ბიბლია არჩენილი. ხო წერია ბიბლიაში. ნუ გაიჩინო ჩემს გარდა, მიგეუბნება უფალი ღმერთი, მიგეუბნება ქრისტე, ხო? მეორე მეოთხეს ჯერ საერთოდ მამაოს რო ეძახით, ეს სად წერია, რომელ ბიბლიაში ეს დამანახეთ, რომელ ბიბლიაში და იწერია, რომ მამაო დაუძახოთ ვიღაცა, ასე ვთქვათ, მღვდელს. თოზე გოსია მე სადგონდა ის ხელი ვიცი. და გამიგე და დავამთავროთ ახლა ამით. ყველაფერს ვიტყვი ახლა, მოჭრა დამთავრდა. აჰა, დგავარ კაცსა და ვაგაკუნებ თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გააღებს კარს, შევალ მასთან და ვიმახშობ მასთან წიჩემ. მაგრამ სადა ხარ ქართველო ერო? სადა ხარ ქართველო ერო? გასული ხარ მომსახურების ზონიდან, ხო? აჰა, თურმე საყოფილა. თურმე საყოფილა. და მაინც კეპებზე გაცვალეთ, ხო? ვაი,